არსებობს ერთი დიდი ამერიკული პოდკასტი, ჯოკო პოდკასტ ესე ქვია, სადაც პოდკასტის ჰოსტი არის ჯოკო უილინგი. ეს კაცი არის ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ნეივისილებს, საზღვაო ლომებს, რომ ეძახიან მისი ამ დანაყოფის ვეტერანი, ერაყის ომის ვეტერანი და ზოგადად ამერიკულ თავდაცვის ძალებში ძალიან ცნობილი ფიგურა და მოკლედ პოდკასტი აქ გაკეთებული, რომელსაც დიდი ხანია ვუყურებ და ამ პოდკასტში სტუმრად იყო რიქსონ გრეისი, ჩვენი დღევანდელი პოდკასტის ეპიზოდის მთავარი გმირი. პიროვნებამ დამაინტერესა. შემდეგ იქვე ახსენა, რომ ავტობიოგრაფია ჰქონია დაწერილი და გადავწყვიტე უფრო დეტალურად გავცნობოდი. წავიკითხე ეს ავტობიოგრაფია Amazon-ზე ვყიდულობ ხოლმე ესეთ წიგნებს და ვფიქრობ, რომ პოდკასტის ეპიზოდაც ღირდა. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ რიქსონ გრეისიზე. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი სახელია ომარ ნოეწერეთელი, გონების სამყაროს პოდკასტში ჩვენ ვფარავთ წარმატებული თავიანთ სფეროში ძალიან წარმატებული და საინტერესო ხალხის ბიოგრაფიული ჟანრის, ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნებს, მემუარებს და ამგვარ ხაზს მივყვებით. თუ Spotify-ზე უსმენთ ძალიან კარგი, ხოლო თუ YouTube-ზე უსმენთ, შეგახსენებთ, რომ ეს Spotify-ს ამაქვს, Spotify-ს ლინკი YouTube ვიდეოს აღწერაში იქნება და შეგიძლიათ Spotify-ზეც გამომყვეთ, რადგანაც ჩემი პოდკასტი მხოლოდ აუდიო ფორმატია, მოგეხსენებათ და აუდიო ფორმატისთვის Spotify უფრო მისაღებია. ვინ არის საერთოდ რიქსონ გრეისი და რატომ გადავწყვიტე ამ კაცის ეპიზოდის გაკეთება? ესე იგი, რიქსონ გრეისი არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენელი. ეს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ კიდე ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თავდაცვის ხელოვნება არის. საბრძოლო ხელოვნება. თუმცა თვითონ რიქსონ გრეისის გასაგებად მასზე საუბარიც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვთქვათ, ზოგადად მისი ოჯახის, გრეისების ოჯახზე 1-2 სიტყვა, უпроსტად გრეისების კლანზე შეიძლება ესე ვუწოდოთ. გრეისები ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. მე-20 საუკუნის განმავლობაში მათ იაპონური ჯიუ-ჯიტსუდან და ძიუდოს ტექნიკებიდან წარმოიღეს სხვადასხვა ილეთები, სხვადასხვა სისტემები და საბოლოო ჯამში საკუთარი სისტემა განავითარეს აქცენტით პარტერში ბრძოლაზე, მახრჩობელა და მკივნეულ ილეთებზე. და იმ იდეაზე დაფუძნებული, რომ შედარებით პატარა ზომის ადამიანს, რომელსაც ესე ვერასოდეს ვერ შეატყობ, რომ რაიმე საბრძოლო ხელოვნება შეიძლება ფლობდეს ან რაიმე საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ფიზიკური მისგან, შეუძლია დაჯაბნოს გაცილებით მასე ფიზიკურად მომზადებული და ფიზიკურად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის თვითონ რიქსონის მამა, ჰელიო გრეისი. ის მხოლოდ მებრძოლი არ ყოფილა, ის მაგარი შოუმენიც იყო, მაგარი გაყიდვების მენეჯერიც იყო. ერთია, რომ მათ იაპონიიდან წამოიღეს ეს ჯიუ-ჯიტსუ და გადააქციეს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუთ, ისინი რიოდან არიან, მაგრამ მეორეა შემდგომ ამ ყველაფრის გაყიდვა და მსოფლიოსთვის მიყიდვა და ამერიკაში შეტანა და პოპულარობის მოპოვება. ეს ჰელიო გრეისი საჯაროდ იწვევდა სხვადასხვა სტილის და წონითი კატეგორიის მებრძოლებს და მოკლედ საჯაროდ ხდებოდა მაშინ ჩხუბები. ჩვენ ბრაზილიასაც 1-2 სიტყვით შევეხებით მე-20 საუკუნის ბრაზილიას. მაგალითად, ჰელიო გრეისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლებიდან ძალიან ცნობილი ბრძოლა მისი იაპონელი ძიუდოისტთან მასახიკო კიმურასთან, სადაც კიმურა ჰელიოზე 40 კილოგრამით მეტი იყო. ამას ვიდეოც დევს მგონი ინტერნეტში, სადღაც მაქვს ნანახი და იქ რაღაც ახალი ილეთებიც კი იქნა გამოგონილი და ჰელიომ რაც როგორაც მიუდგა იმ ბრძოლას, შემდგომ ამ მოწინააღმდეგის გვარის საპატივცემულოდ დაარქვა ჯიუ-ჯიტსუს ერთ-ერთ ილეთს კიმურა. მაგრამ ჰელიო გრეისი საბრძოლო კარიერაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. და ის პრიზმა, რა პრიზმითაც ის ცხოვრებას უყურებდა და შემდგომ აღზარდა რიქსონ გრეისი. მას ჯეროდა, რომ თუ ადამიანს ძლიერი გონება და ნება არ აქვს, ის მთელი ცხოვრება საკუთარი სურვილების, შიშების და სისუსტეების ტყვეობაში გაატარებს. და სწორედ ასეთ გარემოში იზრდებოდა რიქსონი, ჰიპერმასკულინურ გარემოში, მაგალითად ოჯახში, სადაც საკუთარი კვების რეჟიმი ჰქონდა, ყველას კოკა-კოლა საწამლავად აღიქმებოდა, ტანჯვა განვითარების ნაწილად და ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ერთ რამეს უმეორებდნენ, წაგება სერცხვილი არ არის, სერცხვილია დანებება ან ბრძოლაზე უარის თქმა.
წიგნის შესავალი დაწერილია, წინა სიტყვობა დაწერილია ჯოკო უილინგის მიერ და წინა სიტყვობა ჯოკო უილინგმა მიუძღვნა რიქსონ გრეისის. და ესე იგი, ყველა გუმანი მეუბნება, რომ ეს შესავალი არ წავიკითხო ეხლა თქვენთვის. მე თარგმნე ვიჯახი რაღაც ჩემოულად გადმოვთარგმნე და მინდა გაგაცნოთ, მაგრამ მთელი გონება მეუბნება, რომ ეს არ გავაკეთო, რადგანაც მოსაწყენი პოდკასტის ეპიზოდი იქნება, მაგრამ რა ვიცი, ვფიქრობ არ იქნება და ამიტომ შესავალი მაინც უნდა წაგიკითხოთ. თუ მოსაწყენი იქნება, გადაახვიდეთ, რა ვქნა. ჯიუ-ჯიტსუს ჯოკო წერს, ჯიუ-ჯიტსუს პირველად 1992 წელს გავეცანი. მაშინ ამერიკელი საზღვაო ძალების საბაზისო მოსამზადებელი ტრეინინგის კურსდამთავრებული ვიყავი და ერთ-ერთ ოცეულში მსახურობდი. დილის განაწესის დროს ჩვენთან ერთი გამოცდილი ძველი მასტერ მიჩმანი შემოვიდა დასალაპარაკებლად. ყველაზე მოხუცი მეჩვენებოდა მათ შორის, ვისაც კი ვიცნობდი. თუმცა ალბათ 40 ოდნავ გადაცილებული იქნებოდა და ბევრად უმცროსი იყო, ვიდრე მე ვარ ახლა ამ წიგნის წერის პროცესში. ვინმეს ჩხუბის სწავლა თუ უნდა? იკითხა მან. ამას საერთოდ არ ველოდი, მაგრამ პასუხი წამებში ვიცოდი. რა თქმა უნდა, მინდოდა. მე რამდენიმე სხვა ახალბედასთან ერთად ხელი აუწიე. მართალია დღეს საზღვაო სპეცრაზმის მომზადების პროგრამაში ხელჩართული ბრძოლა ოფიციალურად არის შეტანილი, თუმცა 90-იანების დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ილეთს გვასწავლიდნენ. კარგით, თქვა მასტერ მიჩმანმა. 4-ის ნახევარზე სპორტ დარბაზის გვერდით ანგართან შევხვდებით. გულში გავიფიქრე, ამან რა უნდა მასწავლოს მეთქი. ახალგაზრდა ვიყავი, ძლიერი, ჯანმრთელი, მოტივირებული, ის კი უბრალოდ გამხდარი, აყლაყუ და მოხუცი იყო. თუმცა სულ მალე გავიგე, რაც იცოდა. მას ზებუნებრივი ძალა ჰქონდა, მან ჯიუ-ჯიტსუ იცოდა. ანგართან დათქმულ დროს გამოვცხადდით, შიგნით იატაკზე ტატამი იყო დაგებული. კარგით გაიხადეთ ფეხსაცმელები და იქ კედელთან ჩამწკრიდით, გვითხრა და ხელით მეკვითითა. მის მითითებებს მივყევით და უკვე ვგრძნობდი, როგორ ქრებოდა თავდაჯერებულობა. ჩამოჯექით, ახლა კი სათითაოდ დამესხით თავს. როცა იგრძნობთ, რომ საკმარისია, ტატამს ან მე ხელის სამჯერ დამარტყით და გავჩერდები. ეს თქვა თუ არა, უბრალოდ იატაკზე წამოწვა. ერთ-ერთი ბიჭი წამოდგა, მივიდა და მასტერ მიჩმას ეცა. მერე კი რაღაც მისტიკური ძალით ეს ახალგაზრდა წამში მის ქვეშ მოეცა. მასტერ მიჩმანმა წაუჭირა და ბიჭმა ფართხალი დაიწყო და სამჯერ დაარტყა ხელი ტატამს. მიჩმანი ისევ გაიშოტა იატაკზე. აბა შემდეგი ვინ იქნება? ვიფიქრე, მე გავალ მეთქი წამოვდექი და მიუახლოვდი, ჩემი თანაგუნდელის შეცდომის გამეორებას არ ვაპირებდი, ის უგუნურად მივარდა არანაირი სტრატეგიით, მე უფრო ჭკვიანურად და გააზრებულად ვიმოქმედებდი. მასტერ მიჩმანი საერთოდ არ ანერვიულებულა. მცირე ორთაბრძოლის შემდეგ მის ფეხზე ჩავალება შევეცადე და როგორც კი ეს გავაკეთე, მან შემბოჭა, დამამტრიალა და ჩემი მკლავი ისე გაშალა, რომ ლამის მომტეხა. მეც მაშინვე, რა თქმა უნდა, დავნებდი და ტატამს ხელი დაავარტყე. ეს თითქმის 1 საათს გაგრძელდა. მსხვერპლის მიყოლებით. მასტერ მიჩმანი ისევ გვაიძულებდა დანებებას. ბოლოს როცა ყველანი ოფლად ვიყურებოდით, მძიმედ ვსუნთქავდით და იმდენად დაქანცულები ვიყავით, რომ განძლევაც აღარ შეგვეძლო, შემოგვხედა და გვითხრა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გრეისი ჯიუ-ჯიტსუში. მასტერ მიჩმანი საზღვაო სპეცრაზმელი სახელად სტივ ბეილი გრეისების ოჯახთან ერთად მათ ავტოპარკში კალიფორნიაში სულ რაღაც 1 წელი ვარჯიშობდა და მე მხოლოდ თეთრი ქამარი მაქვს. თქვა მან. ორთაბრძოლებში ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ თეთრი ქამარი მხოლოდ დამწყებს ნიშნავდა და მან ჩვენით იატაკი მოწვინდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რას გაკეთება შეეძლო შავ ქამარს. ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცოდი. უნდა მესწავლა ეს რაღაცა, რასაც ჯიუ-ჯიტსუ ჰქვია. რამდენიმე თვის შემდეგ დენვერში, კოლორადოში გაიმართა UFC-ს პირველი მატჩი. პირველი ორთაბრძოლა უბრალოდ. ზოგიერთებს აინტერესებდათ, ვინ გაიმარჯვებდა. მაგრამ ჩემმა მეგობრების პატარა ჯგუფმა, რომელმაც უკვე დაიწყეს ჯიუ-ჯიტსუს ძალის გაგება, წინასწარ იცოდნენ გამარჯვებული. ის გამხდარი ბრაზილიელი ბიჭი გვარად გრეისი იყო. როის გრეისი, პირველი UFC-ს ჩემპიონი. და ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ჯიუ-ჯიტსუში. საბოლოოდ სან-დიეგოში დავიწყე ვარჯიში ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავქამრიან ინსტრუქტორთან, ფაბიო სანტოსთან. როდესაც ვცდილობდი ჯიუ-ჯიტსუს სამყაროს ისტორიაში და ფილოსოფიაში გავრკვეულიყავი, მუდმივად მესმოდა ერთი და იგივე სახელი, რიქსონ გრეისი. დაუმარცხებელი მებრძოლი,
ტექნიკის მწვერვალი და ჯიუ-ჯიტსუს უდავო და უზენაესი ოსტატი. დადიოდა ამბები რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში რიქსონის ჩხუბებზე, სადაც ის გრეისების გვარის ღირსებას იცავდა. ლეგენდები მისი ტრიუმფალური ასპარეზობისა და ტატამზე მისი უზადო ოსტატობის შესახებ. დაუძლეველი ძალა, რომელიც მეტოქებს ფსიქოლოგიურად ანადგურებდა მანამ, სანამ ბრძოლა საერთოდ დაიწყებოდა. მარტივად რომ თქვა, რიქსონ გრეისი ჯიუ-ჯიტსუს უზენაესი ოსტატი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან დავინტრიგნი და ამ ლეგენდის პოვნის სურვილით აღვივსე. ჩემდა ბედად, ჩემი ჯიუ-ჯიტსუს ინსტრუქტორი იცნობდა რიქსონს. მეტიც ის რიქსონის ძმის როლსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა, ხოლო შავი ქამარი თავად რიქსონმა გადასცა. კიდევ იმიტომ გამიმართლა, რომ სან-დიეგოში ცხოვრობდი და ვარჯიშობდი რიქსონის აკადემიაში სულ რაღაც 2-3 საათის სავალზე იყო ჩემგან, ჩრდილოეთ ლოს-ანჯელესში, პიკოს ბულვარზე. ფლოტიდან რამდენიმე დღით წამოსასვლად ნებართვა ავიღე, იაფი სასტუმროს ნომერი ვიქირავე და ვარჯიშზე გამოვცხადდი. იმ დროს რიქსონი თავისი პროფესიონალური კარიერის პიკში იყო. ამიტომ რომ ჩავედი საწყის გაკვეთილებს თავად არ ატარებდა, თუმცა მას ინსტრუქტორები ყავდა, რომელთაც ყველაფერი მისგან, პირველ წყალოსგან ჰქონდათ ნასწავლი. 4 დღის ვარჯიშის შემდეგ აკადემიაში მორიგ გაკვეთილზე გამოვცხადდი, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირად იყო. წინა დღეებში სულ 10-15 კაცი თუ ვიყავით, ახლა კი დარბაზი გადაჭედილი იყო. მივხვდი რაც ხდებოდა და ჩემი ეჭვები მალევე დაადასტურა ხალხის ჩურჩულმა. დღეს რიქსონი ატარებს გაკვეთილს. ყველამ ჩავიცვით კიმანო და ტატამზე გავედით. მოთხელვა და მსუბუქი საუბარი დავიწყეთ გაკვეთილების მოლოდინში და აი ისიც რიქსონი შემოვიდა. მთელი დარბაზი გაინაბა. ერთ-ერთმა ასისტენტმა ინსტრუქტორმა წრეში დადგომა გვიბრძანა და ვარჯიშების ჩვენება დაიწყო. არასოდეს მინახავს ჯიუ-ჯიტსუს სტუდენტები ასეთი მონდომებითა და კონცენტრაციით აკეთებდნენ ხტომებს, აზიდვებს, გაწელვებს. ბოლოს რიქსონმა ასისტენტს თავი დაუკრა, მანაც ვარჯიში შეაჩერა და ტატამის პერიმეტრზე წრეზე დაგვსვა. რიქსონი წრის ცენტრში გავიდა და მუხლებზე მოხერხებულად დაჯდა. დარბაზში ბუზის გაფრენის გაიგონებდით. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ კი მშვიდი, მაგრამ თავდაჯერებული ტონით დაიწყო საუბარი. ის ლაპარაკობდა ჯიუ-ჯიტსუზე, თავდასხმაზე, თავდაცვაზე, წონის განაწილებაზე, პრესინგზე, ბერკეტებზე, მოთმინებაზე, სწორ დროზე, ტაიმინგზე, ხსნიდა დეტალებს, აკავშირებდა ელემენტებს, განმარტავდა საბაზისო პრინციპებს. სუნთქვა შეკრული ვუსმენდი. ბოლოს რამდენიმე ილეთი გვაჩვენა. კი საბაზისო ილეთები იყო, მაგრამ მისი უწვრილმანესი, მიკროსკოპული განმარტებები ჩვენთვის სრულიად უცხო გამოცდილება იყო. წყვილებში დავდექით ილეთების გამოსაცდელად, რიქსონი კი დადიოდა და შეცდომებს გვისწორებდა. 1 საათის შემდეგ გაკვეთილის სასწავლო ნაწილი დასრულდა, სპარინგის სრული ძალით ორთაბრძოლის დრო დადგა. ჩემს სან-დიეგოელ ინსტრუქტორს რიქსონისთვის წინასწარი თქვა ჩემი სტუმრობის შესახებ და სთხოვა ჩემთან ეჩხუბა. რიქსონი მოვიდა და მკითხა მინდოდა თუ არა მასთან ვარჯიში. რა თქმა უნდა, სერ, უთხარი მე. იმ დროს ჯიუ-ჯიტსუში ლურჯი ქამარი მქონდა, 102 კილოგრამს ვიწონედი. ყოველდღე ვარჯიშობდი და უკვე 2 წელი იყო, რაც ჯიუ-ჯიტსუს სერიოზულად მივსდევდი. ლურჯ ქამრებში ბევრ ტურნირზეც ვიყავი ნამყოფი და ბევრი მოგებაც მქონდა. სან-დიეგოში ყოველდღე ვარჯიშობდი 딘 ლისტერთან, მომავალი ჩემპიონია სხვათაშორის ეს კაცი, და ბევრ სხვა უძლიერეს მებრძოლთან. ვიყავი ფოკუსირებული, მოტივირებული, მიზანდასახული ახალგაზრდა. თუმცა არც ერთ ამ ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რიქსონმა, რომელიც ჩემზე თითქმის 18 კილოგრამით მსუბუქი იყო, ბავშვად მაგრძნობინა თავი. ის უპრობლემოდ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მაკონტროლებდა. ჩემს ყოველ მოძრაობას, ყოველ კიდურს მიბროკავდა. ილეთზე ვიყენებდი, თუმცა ვერაფერს გავხდი. ჩემს წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. არაფრის გაკეთება არ შემიძლო, საერთოდ არაფრის. როცა გადარჩენისთვის ჩემი უსუსური მცდელობები მომბეზდა, სპარინგი შევწყვიტე და ცოტა ვილაპარაკეთ. ზღვის ლომების მომზადებაზე მკითხა, ჩემი პროფესიის მეომრულ კულტურასთან საერთო იპოვა. ჩემი ჯიუ-ჯიტსუს შეაფასა. კარგად ახერხებ ცუდ პოზიციებში სიმშვიდის შენარჩუნებას. ეს მნიშვნელოვანი თვისებაა, მითხრა რიქსონმა. მალე გაკვეთილიც დასრულდა, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, რიქსონს დროისა და ცოდნის გაზიარებისთვის მადლობა გადავუხადე. მომდევნო რამდენიმე დღეს სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი.
კარგად ახერხებ ცუდ პოზიციებში სიმშვიდის შენარჩუნებას. ეს მნიშვნელოვანი თვისებაა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჯიუ-ჯიტსუს არ ეხებოდა. ეს სპეცრაზმში ჩემს სამსახურსაც ზუსტად ესადაგებოდა. ცხოვრებაში აუცილებლად აღმოჩნდები ცუდ პოზიციებში. მტერმა შეიძლება უპირატესობა მოიპოვოს. შეიძლება რიცხობრივად ან შეიარაღებით დაგჯაბრონ. პანიკა ღუპავს. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ პარალელებისა, რომელთა დანახვაც ჯიუ-ჯიტსუს საბრძოლო მოქმედებებს, ლიდერობას, ბიზნესსა და თავად ცხოვრებას შორის დავიწყე. სანამ ჯიუ-ჯიტსუს სწავლას ვაგრძელებდი და სპეცრაზმში კარიერულად ვიზრდებოდი, ამ ხელოვნებამ ბევრი რამ მასწავლა. მაგრამ ჩემი გზა სწორედ რიქსონის სიტყვებმა გახსნა. ჯიუ-ჯიტსუს პრინციპების მისადაგება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება. ცუდ სიტუაციებში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. შენი მთავარი განზრახვა სხვა მანევრით უნდა შენიღბო და დაფარო. ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდები უნდა გამოიყენო. ძალისხმევის მთავარი ფოკუსი სწორად უნდა გადაანაწილო. მანამ უნდა იბარჯიშო, სანამ საკუთარ თავს არ ენდობი იმდენად, რომ ინტუიციურად ფიქრის გარეშე იმოძრაო. საჭირო დროს საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგა. კრიტიკული ზონები უნდა დაიცვა. მტრის ყველაზე ძლიერ წერტილებს არ უნდა დაესხა თაოს. ბერკეტები უნდა გამოიყენო. ემოციებს არ უნდა მისცე უფლება გადაწყვეტილებები გიკარნახონ. მყარი საძირკველი უნდა შექმნა, რომელზეც მერე შენობას ააშენებ. ზედმეტად აგრესიული არ უნდა იყო, მაგრამ არც მოვლენებს უნდა მისცე თავის ნებაზე დინების უფლება. როცა ნაბიჯს დგამ, ბოლომდე უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. მენტალურად ძლიერი უნდა იყო. ამავე დროს გონება ღია უნდა გქონდეს. მუდმივად უნდა ისწავლო ახალი ტექნიკა და ამავდროულად ყოველთვის განამტკიცო საბაზისო უნარები. თუ გარემოებები შეიცვლება, გეგმაც უნდა შეიცვალოს. ეს სია უსასრულოა. როდესაც ერახში სპეცრაზმის საბრძოლო მეთაურად წავედი, მუდმივად ამ ფუნდამენტური პრინციპებით ვმოქმედებდი. პრინციპებით, რომლებიც ჯიუ-ჯიტსუს წყალობით მქონდა გათავისებული. ამავე პრინციპებს ვიყენებ დღეს სამოქალაქო ცხოვრებაშიც, როგორც ბიზნესმენი, მასწავლებელი, მამა და მწვრთნელი. ჯიუ-ჯიტსუ მატებს თავდაჯერებულობას, მაგრამ ამავე დროს თავმდაბლობას. ძალას, მაგრამ ამავე დროს თანაგრძნობას. დისციპლინირებულ მიდგომას, მაგრამ ამავე დროს თავისუფალ და ღია გონებას. როგორც რიქსონი ამბობს, ჯიუ-ჯიტსუ მხოლოდ სპორტი არ არის. ჯიუ-ჯიტსუ ფილოსოფიაა და ის ყველაფრის საფუძველია, რასაც ვაკეთებთ. ჯიუ-ჯიტსუ არის კავშირი, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დაკავშირებული ვარ რიქსონთან და ბევრ სხვა ბრწყინვალე ჯიუ-ჯიტსუს მებრძოლთან მთელ მსოფლიოში. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ წიგნის წინასიტყვების დაწერა. არა მხოლოდ იმიტომ, რაც რიქსონმა ჯიუ-ჯიტსუზე მასწავლა, არამედ იმის გამოც, რაც რიქსონმა და ჯიუ-ჯიტსუმ ცხოვრების შესახებ დამანახეს. ეს წიგნი სწორედ ამ გაკვეთილებს აღრმავებს და გვახსენებს მათ წარუვალ ძალას, შიშის დაძლევა, დანაკარგთან გამკლავება, სიმამაცე, საღი აზრი, ძალა, ღირსება, სიამაყე, მიტევება, მეომრის გზა. ისე ამოვნეთ ამ წიგნით, ისწავლეთ მისგან და წადით, ივარჯიშეთ ჯიუ-ჯიტსუ. მაგრამ ყველაზე მეტად, მადლობა რიქსონ იმისათვის, რაც გააკეთა ჯიუ-ჯიტსუსთვის და მსოფლიოსთვის და პირადად ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მეომრული ტრადიცია ღირსეულად გავაგრძელო. შესავალი დავასრულე. მოკლედ, ეს გრეისების კლანი, მე დასაწყისში შეგნებულად ვთქვი კლანი, მებრძოლების ოჯახია რა. ბრაზილიიდან, რიოდან, სადაც ამ ოჯახში ბავშვები სპარტანულ პირობებში იზრდებიან, ჰიპერმასკულინურ გარემოში, სადაც რიქსონი წერს თავის წიგნში მამაჩემისთვის და ბაბუაჩემისთვის, ანუ მამაჩემის მამისთვისო ქალი მხოლოდ სამწუხაროდ ნივთი იყო და მათი ადგილი ჩვენს ოჯახში მხოლოდ სამზარეულოში განისაზღვრებოდა და ბავშვების გაჩენის ინკუბატორად აღიქმებოდა. ეს ბნელი მხარე ჰქონდა ჩვენ ოჯახს სუპერ სპარტანული და მასკულინური გარემო იყო რა. გარემო, სადაც ბავშვების კაცი ბავშვების ბიჭების დიეტა კონტროლდებოდა. ჩვენთვის რიქსონი იხსენებს, ჩვენთვის ტკბილეული ორცხობილები და ნაყინი არ ყოფილა. ჩვენთვის იყო ტკბილი პაპაია, მანგო, ლეღვი და საზამთროს წვენი. შაქარი, გადამუშავებული საკვები, ალკოჰოლი, ყავა კაცრად იკრძალებოდა. ისე გავიზარდე მეგონა შოკოლადის ჭამა ვირთხის
წამლის დალევასთან ასოცირდებოდა. კოკა-კოლა საწამლაო იყო, ტორტი და ორცხობილები საერთოდ თვალით არ ჰქონდა ნანახი. აქვე ამბობს, ძალიან პატარა ასაკიდანვე გვიჩიჩინებდნენ, რომ წაგება სირცხვილი არ არის. თუმცა სირცხვილი არის დანებება ბრძოლას უარის თქმა. და იხსენებს ერთ-ერთ ესეთ ეპიზოდს, ეს ეპიზოდი მომეწონა, როდესაც ხალიჩაზე ბრძოლის დასაწყებად უნდა გავსულიყავი, სადღაც აქ არის 12-13 წლის. რიქსონის მამა ეუბნება ესეთ რაღაცას. რიქსონ, თუ ბრძოლას წააგებ, ორ საჩუქარს გიყიდი, ხოლო თუ მოიგებ, მხოლოდ ერთ ცალს. როდესაც მივხვდი, რომ მამა არ გაბრაზდებოდა თუ წავაგებდი, მთელი წნეხი მომენტალურად გაქრა. მატჩი წავაგე, მაგრამ თავი სრულად არ მიგრძნია, რადგან მამა არ გაბრაზებულა. პირიქით, ამაყობდა, რომ უფროს ბავშვებს დავუპირისპირდი. მხოლოდ მხარდაჭერას და აღიარებას ვგრძნობდი. არ ყოფილა არანაირი დადანაშაულება ან სტრესი. რიქსონს ყავდა რამდენიმე ათეული დედმამიშვილი, ანუ მამამის რამდენიმე ცოლი ყავდა, ეს მიღებული კულტურა იყო ბრაზილიაში მაშინ ძალიან ბევრი შვილები და ანუ მე-20 საუკუნის ბრაზილია რა, შუა წლები წარმოიდგინეთ ეს ბრაზილიის მომენტები რიო-დე-ჟანეიროც არის აღწერილი რაღაც კარგ დეტალებში და იქ ანუ კარგად ჩანს როგორი განუკითხაობა მაშინ რიოში. ნუ ეხაც ვიცით ჩვენ რომ სამოგზაუროს როდესაც მივდივართ რაღაც წინასწარ განწყობილი რაღაც პატარ-პატარა შიშები შეიძლება გქონდეთ და ინსტრუქციებით მივდივართ, რომელ უბანში არ უნდა ამოვყოთ თავი. და მე-20 საუკუნეში საერთოდ იქ სრული ანარქია ხდებოდა რა 90-იანები მოგამოსაგონია რაც ჩვენთან იყო. მაგალითად, ბევრი დედმამიშვილი ყავდა ხო რიქსონს და მისი მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მისმა ერთ-ერთმა ძმამ, რომელსაც როლსი ერქვა, 10 წლის უფროსი იყო მასზე და შემდგომ რიქსონს აი წიგნში უწერია ეს რიო კრიმინალი, იარაღი, ნარკოტიკები, ანუ ის ბავშვობიდანვე იყო აი ამერიკელები რო ეძახიან რა street smart-ი. ანუ ისეთი ადრეული გამოცდილება ჰქონდა ბავშვობის ასაკში, რომ აი დაბრძენებული და უკვე დაკაცებული იყო ადრეული ასაკიდან და მაგალითად ანუ იხსენებს, რომ სადღაც 11-12 წლის იყო, როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ეს მერე სახლში გაუგეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქციაც მის ეს 12 წლის ვიყავიო, როდესაც მაგალითად იარაღით ვაჭრობაში ვიყავიო, აქეთ-იქით დამქონდა რაღაცები კურიერად მუშაობდით ქუჩის განგსტერებთან. მერე საერთოდ ისიც არის ნახსენები, 13 წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე, რომ სკოლიდან გამოვსულიყავიო, რადგან სკოლაში პერსპექტივა ვერ დავინახეო. და ამაზე ოჯახი არაფერს არ ეუბნება, ანუ აბსოლუტურად იღებს მოცემულობად ოჯახი 13 წლის ბავშვის გადაწყვეტილებას, რომ სკოლა მიატოვოს. ანუ წარმოიდგინეთ, ესეთ გარემოში იზრდება, სადაც ქუჩაში ბრძენდება 12-13 წლის ბავშვი, იქ იღებს გამოცდილებას რა. ასევე დიდი ნაწილი ეთმობა ბუნებრივია კომფორტის ზონის თემებს რა. და ამით ძალიან გავს რიქსონ გრეისი, დევიდ გოგინს. ჩვენ დევიდ გოგინსი ვინც არიცით მოგეხსენებათ, ვინც არიცით გეტყვით, რომ ულტრამარათონებს დარბის და ზოგადად გამძლეობის და დისციპლინის ისეთი აიკონი არის მთელ მსოფლიოში, მისი წიგნით დაფარული მაქვს. მე პოდკასტში მერე შეგიძლიათ ისიც ნახოთ, აი გოგინსთან გავავლე ბევრი პარალელი რა. რიქსონი წიგნში წერს ესრას რაღაცას. ემოციები გადამდებია, მამა ჩემი იტყოდა ხოლმე. როდესაც ემოციური ტალღა დაგატყდება თავს, ის მანამ უნდა გატეხო, სანამ ის შენ გატეხვა შეეცდება. მამა ჩემს ჯეროდა, რომ თუ გონება და ნება ძლიერი არა გაქვს, მთელ ცხოვრებას საკუთარი სურვილებისა და სისუსტეების ტყვეობაში გაატარებ. აი ეს პოზიცია ძალიან მომწონს რა, რომ კიდევ ერთხელ წავიკითხავ, მამა ჩემს ჯეროდა, რომ თუ გონება და ნება ძლიერი არა გაქვს, მთელ ცხოვრებას საკუთარი სურვილებისა და სისუსტეების ტყვეობაში გაატარებ. ასევე რიქსონი იხსენებს ეპიზოდებს, სადაც ადრეულ ასაკში, როდესაც ჯიუ-ჯიტსუს უკვე რეალურად მაგრად მიყვა და გადაწყვიტა, რომ აქ უნდა ჩამოყალიბდეს მსოფლიოს წამყვანი მებრძოლი, ჯიუ-ჯიტსუს მატჩების დროს პანიკური შეტევები ემართებოდა. მოგეხსენებათ, ეს ჯიუ-ჯიტსუ და ჭიდაობა ზოგადად ისეთი ფენომენია, სადაც პარტიაში ხშირად ჭიდაობდა, შეიძლება ისეთ პოზიციებში აღმოჩნდე, ჟანგბადი შენთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს რა. და მოკლედ კლაუსტროფობები და პანიკური შეტევები მემართებოდაო. და ზუსტ საბოლოო ჯამში მოვახერხე მათი დაძლევა და ესეთი რაღაც აღმოვაჩინეო, რიქსონი წერს. ზოგჯერ საქმე
იქამდე მიდის ხოლმე, რომ ჯოჯოხეთშიც უნდა შეძლო იპოვოს სიმშვიდე და კომფორტი. და მე ერთ-ერთ გამოცდილებას იხსენებს, ერთ-ერთი ბრძოლის გამოცდილებას. ჩემმა პირველმა ბრძოლამ ტატამზე მასწავლა, რომ ზოგჯერ ფიზიკურად კი არ წყდები, არამედ ემოციურად. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და მენტალური თავდაჯერებულება უკვე მქონდა, სულიერად და ემოციურად მყარად ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი თავს. თუ ეს სულიერი კავშირი არ გაქვს, სამართებლის პირზე ვერ იცეკვებ. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ იმ დღიდან მოყოლებული ყოველთვის ვეცდებოდი დინარის გადალახვას, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. ამან უდიდესი გარდატეხა მოახდინა არა მხოლოდ ჩემს საბრძოლო კარიერაში, არამედ იმაშიც, რომ თუ როგორ ვყურებდი ზოგადად ცხოვრებას. ამის შემდეგ თუ კი რამეს ხელს მოვკიდებდი, ნებისმიერ შედეგს წინასწარ ვეგუებოდი და ვიღებდი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის. შემდეგ ამ პანიკური შეტევების შემდგომ ის ბევრს საუბრობს შიშის დაძლევაზე, შიშის შესახებ საუბრობს ბევრს და აქ მე გამახსენდა ალექს ჰონოლდი, რომელიც არის სპორტსმენი, თავისუფალი მეკლდეური, ის ტიპი, რომელიც მთებს ლაშქრავს, კლდეებს ლაშქრობს ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, მხოლოდ შორტით, ბოტასით და მაისურით. ალექს ჰონოლდსაც აქვს დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ასევე დაფარული მაქვს. მე შეგიძლიათ შემდგომ მაგასაც მოვუსმინოთ. ალექს ჰონოლდიც ძალიან ბევრს საუბრობს შიშზე. რიქსონი ესეთ რაღაცას წერს. ცნობის მოყვარეობა სიმამაცესთან ერთად გაძლევს საშუალებას გასცდეს საკუთარ საზღვრებს. შეაბიჯო უცნობში და დააწესო ახალი საზღვრები, რომლებსაც ადრე შეუძლებლად მიიჩნევდი. ჩემი ცნობის მოყვარეობა ყოველთვის ჯაბნიდა შიშს. თუმცა შიში ჩემთვის კარგი მეგობარიც იყო. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფრის ეშინიათ, ან გიჟები არიან, ან სულელები. შიში ნორმალური ემოციაა, რომელიც გიცავს, მაგრამ ხანდახან ეს დაცვა საერთოდ არ გჭირდება. არის მომენტები, როდესაც შიში გვერდზე უნდა გადადო და წამიერი ყოყმანის გარეშე დაუფიქრებლად იმოქმედო. შემდგომ რიქსონი ბევრს საუბრობს, ეს შიშები და პანიკური შეტევები, რომ დაძლია მედიტაცია და მედიტაციით და სუნთქვის ტექნიკებით. და ის საუბრობს ერთ-ერთ ინსტრუქტორზე, რომელიც მან როგორღაც გაიცნო, მიაკვლია მედიტაციის ინსტრუქტორს. თავიდან დიდად არ ჯეროდა ამ ტექნიკების, თუმცა ერთ-ერთი გაკვეთილის დროს აღმოაჩინა, რომ სულ მედიტაციურ მდგომარეობაში გადავიდა და თუ 2 საათი ისე გასულიყო, რომ თვითონ ვერც კი გაიგო და ინსტრუქტორი აკვირდებოდა, რომ უთხრა, რომ 2 საათი იყავი მედიტირებულ მდგომარეობაში, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო რა და ასევე ბევრს საუბრობს სუნთქვის ტექნიკებზე და ზოგადად ჯიუ-ჯიტსუს მებრძოლებს მოუწოდებს, რომ სუნთქვის ტექნიკები ისწავლონ, რადგანაც ეს ტატამზე სიმშვიდის შენარჩუნებაში რადიკალურ ცვლილებებს ახდენს, მაგალითად იმაში, რომ თუ გაგანიავართ ბრძოლის დროს ჩემ მოწინააღმდეგის პულსი შეიძლება ყოფილიყო 150 და მეტიო, მე სუნთქვის ტექნიკებით ამ პულსის შენარჩუნებას 100-120-ის ფარგლებში ვახერხებდიო. ასევე ის ბევრს საუბრობს ბუნებასთან კავშირის მნიშვნელობაზე, მაგალითად ის ხათაშორის რიქსონი ბევრს ბრძოლობდა იმდენად ამერიკაში არა, რამდენადაც იაპონიაში, მას იაპონიაში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და როდესაც იაპონიაში ჩავდიოდი, ყოველთვის რამდენიმე კვირით ადრე ჩავდიოდი, რომ ბუნებაში გავსულიყავი, ამე კოტეჯის სახლი მექირავებინა და იქ ყოფილიყავი. და ამ დროსაც ვარჯიშს რამდენიმე დღით შეიძლება თავი დამენებებინა და უბრალოდ ბუნებაში ვმედიტირებდიო. ასევე ის ესეთ საინტერესო რაღაცას წერს, ზოგიერთი ადამიანი დაუსრულებლად ვარჯიშობს, თუმცა წინ საერთოდ ვერ მიიწევს, რადგან მხოლოდ იმ ილეთებს აკეთებს, რაც კარგად გამოსდის და მხოლოდ იმ ხალხს ებრძვის, ვისი დამარცხებას მარტივად შეუძლია. იმის გამო, რომ საკუთარ სუსტ მხარეებს არასოდეს უპირისპირდებიან, ისინი განვითარებას წყვეტენ და კონკურენტების მალევე ეწევიან. ის ჩემპიონები, რომლებიც ამბობენ, ჯანდაბას უბრალოდ გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც კარგად გამომდის, ადრე თუ გვიან მარცხდებიან, რადგან თანდაყოლილი ნიჭი შორს ვერ წაგიყვანს. აქ საინტერესო მიდგომა არის, რიქსონის თავისებური მიდგომა არის ეს, რომ მაგალითად ის იძახის, რომ სუსტი მხარეების გაუმჯობესებას უნდა შეეცადოს ადამიანი და ხვრელები უნდა ამოუავსო. მაშინ, როდესაც მაგალითად
მანგერთან მახსენდება ეს შემთხვევა უორენ ბაფეტთანაც მახსენდება რომ ხანდახან მათ აქვს ნათქვამი რომ მათ ესეთი რაღაც აქვს ნათქვამი ის სისუსტეებს ხანდახან უნდა საერთოდ შეეშვა და თავი დაანებოდა რაც შენი ძლიერი მხარეა იმაზე უნდა დადო სრული ფსონა. ნუ ნებისმიერი ზოგადად რჩევა ზოგადად სისულელე ყველაფერი კონტექსტს გააჩნია, თუმცა საპირისპირო აზრიც არსებობს ამის შესახებ და მაგის თქმა მინდოდა. რიქსონი იმით ესავე გამორჩეულია ერთ ტრაგიკული ამით რომ მას მისი პირველი შვილი დაეღუპა ბიჭი და წიგნში ამის შესახებ დანაკარგი დავარქვათ ხო მოდი ამ დანაკარგების შესახებ არის ზოგადად საუბარი რა და როგორ უმკლავდება ამ თემას ამას ეთმობა დიდი ნაწილი. ის რიქსონი წერს ესეთ რაღაცას. მამაჩემი ყოველთვის იმეორებდა ხოლმე, არაფერი შეიძლება იყოს 100% პოზიტიური, ან 100% ნეგატიური. დიდი დრო გავატარე იმის ძიებაში თუ რა პოზიტიური რამის დანახვა და წამოღება შემეძლო ამ ტრაგედიიდან. საუბრობს შვილის გარდაცვალებაზე. ხანგრძლივი მედიტაციის შემდეგ გავაცნობიერე, რომ რეალურად არასოდეს ვაფასებდი დროს. მეგონა რომ დროს მე ვაკონტროლებდი და შემეძლო საქმეები თუნდაც ჩემს შვილთან ლაპარაკი შემდეგისთვის გადამედო. როქსონის წასვლის შემდეგ შვილის სიკვდილს გულისხმობს მივხვდი რომ ხვალინდელი დღე არ არსებობს, რადგან თვალის დახამხამებაში ცხოვრება შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს. ყოველდღე მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, რადგან ეს დღე შესაძლოა ჩემი უკანასკნელი ყოფილიყო. მე აღარ მქონდა დროის ფუჭერკარგვის ფუფუნება. იაპონელებს აქვთ ასეთი გამოთქმა იჩიგო იჩი, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება. ცხოვრებაში ერთხელ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამეგობრო შეკრებას, განსაკუთრებულ ვახშამს, სერფინგის იდეალურ დღეს. მაგრამ მთავარი აზრი ამ მომენტის სრულად შეგრძნება და დაფასებაა. რადგან ეს მომენტი ზუსტად ამგვარი სახით აღარასოდეს განმეორდება. მეც სრულად ვიზიარებ ამ ხედვას და მჯერა რომ თუ ცხოვრების თითოეულ მომენტს უნიკალურ შესაძლებლობად აღიქვამ, ბევრად უფრო ინტენსიურად და ფოკუსირებულად იცხოვრებ, რადგან ამ დროს შენი ენერგიის, ხმის და შეგრძნებების 100%-ს გამოიყენებ. ამის გახსენება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, აეროპორტისკენ რომ მივდიოდი იაპონიაში გასაფრენად და ამ დროს ჩემს ქალიშვილს დაერეკა და ეთქვა რომ აუცილებლად უნდა დაგილაპარაკო, ძველი რიქსონი ეტყოდა. საყვარელო იაპონიაში როდესაც ჩავფრინდები, მაშინვე გადმოგირეკავ. დღეს კი გზის პირას გადავაყენებ, გავაჩერებ და იმდენ დროს დავუთმობ ჩემს შვილს რამდენის დასჭირდება. რა მოხდება თვითმფრინავზე რომ დამაგვიანდეს? ჯანდაბას ის თვითმფრინავი. სხვა რეისი ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ მე არასოდეს მინდა იმის გამო ვინანო, რომ საკუთარი შვილის ზარს არ ვუპასუხე. და მოკლედ ესეთი გაცნობიერებები აქვს რა ადამიანს. მისთვის მაგალითად მისაბაძი ადამიანი იყო მისი უფროსი ძმა როისი, რომელიც სხვადასხვა ასევე ტრაგიკულად იღუპება. ახალგაზრდა ასაკში როისი ავარჯიშებს რიქსონს და ავარჯიშობენ გიჟურად აბსურდული რაღაცები წერია ხოლმე წიგნში, მაგალითად პანიკური შეტევები და ეს კლაუსტროფობიის შიში როგორ დააძლევინა როისმა. წარმოიდგინეთ რიოს სიცხე ზაფხულში და ხალიჩაში მახვევდა ხოლმეო. ჩაოლბროთ ხალიჩაში მახვევდა და რაც უფრო დიდხანს გაუძლებდი შეხვეული ხალიჩაში ისე ფილტვების წესიათ გახსნაც კი არ შემეძლო, ესე ვცდილობდი პანიკური შეტევების და კლაუსტროფობიის დაძლევასო რა. მოკლედ მეომრები არიან რა. შემდეგ წერს რიქსონი ესეთ რაღაცას, როდესაც გავაცნობიერე თუ რამდენად ტრანსფორმაციული ძალა ჰქონდა ჩემთვის ჯიუჯიტსუს, უკვე მისი სწავლება შემიყვარდა. შემიყვარდა ჩემი უნარის შემეცვალა ადამიანები და მათი ქცევა შიგნიდან. ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ჯიუჯიტსუს სწავლობა. ეს ვინმე ცხოვრებაში რაღაც ფასეული შემატებას ნიშნავდა. მამაჩემი მასწავლიდა, რომ თუ გინდა დიდი ინსტრუქტორი გახდე, ჯიუჯიტსუს უნდა უყურო არა მხოლოდ როგორც გადასაცემ ტექნიკას, არამედ როგორც ფსიქოლოგიურ განათლებასაც. ბრძოლის გარდა სტუდენტები სწავლობენ საფრთხის უკეთეს აღქმას.
განსხვავებას მოთმინებასა და პასიურობას შორის და იმას, რომ წაგება და დამარცხება ერთი და იგივე რამე ნამდვილად არ არის, თუმცა ყველაფერგან შეიძლება ისწავლო. პირველ რიგში შენი მოსწავლეები როგორც პიროვნებები ისე უნდა გაიცნო. თუ ზედმეტად ფეთქებადები არიან, უნდა დააწყნარო. თუ ზედმეტად დონდლოები არიან, ცეცხლი უნდა შეუნთო. თუ პასიურები არიან, უფრო აგრესიული უნდა გახადო. მამამ და რორიონმა მასწავლეს, რორიონი მისი ერთ-ერთი ძმა, როგორ მისწავლებინა თლიანი პიროვნებისთვის, მისი ფსიქიკის ჩათვლით და არა მხოლოდ მებრძოლისთვის. როდესაც სტუდენტებზე ფიზიკური წნეხი მიმაქვს, მათ ნამდვილ პიროვნებას ვხედავ, რადგან ისინი მომენტალურად ამ მომენტში ავლენენ მათ რეალურ თვისებებს, რისი დამალვაც ტატამის მიღმა მარტივად შეუძლიათ. მაგალითად, მათ ემოციურ ბალანსს ან სტრესის მართვის უნარს. როგორც კი ამ ინფორმაციას მივიღებ, მას სწავლების პროგრამას მოსწავლის საჭიროებებზე მოსარგებლად გამოვიყენებ. შემდგომ უკვე წიგნში აღწერილია რაღაც მნიშვნელოვანი მისი პაექრობები, ეს როგორი სამყაროა მე-20 საუკუნე, როცა მოიდგინათ UFC-ც ჯერ ბუნებაში არ არსებობს და მებრძოლებს ერთმანეთს საჯაროდ იწვევენ, რაღაცა ან წერილს გაუგზავნიან, ან კაც გაუგზავნიან, რომ შენთან ბრძოლა მინდა და შეიძლება ეს ბრძოლა ჩაინიშნოს სადმე იქვე ქუჩის კუთხეშიც და შემდგომ ამაზე უკვე მოგვიანებით ვიდეო კასეტებზე წერენ და ასე ყალიბდება ნელ-ნელა პირველი UFC და ეს პირველი UFC-ს ჩამოყალიბების თემებიც არის ამ აღწერილი წიგნში რა. თუმცა საინტერესო ის არის, რომ თურმე იაპონელებს ჰქონდათ ამერიკელებზე ადრე UFC, იმიტომ რომ რიქსონი ძირითადად იაპონიაში ჩხუბობს, რადგან მაშინ ამერიკაში საერთოდ არ იყო ეს UFC თურმე. და როდესაც ჩამოყალიბდა, მისი წესები არ მოწონდა და იაპონელებს უფრო დავარცხნენ და დალაგებული ჰქონდათ საორგანიზაციო საკითხები და სულ იაპონიაში ებრძვის და რიქსონი ნომერ პირველი კაცია დღესაც იაპონიაში რა. ხო, ამას გარდა ხო ძირითადად ესენი მინდოდა, რაც მე თქვა, ძალიან კარგი წიგნია რა, ვისაც აი ეს დისციპლინის ისტორიები, მებრძოლის აი ხასიათით მებრძოლი ადამიანების ისტორიები მოგწონთ, ძალიან მოგეწონებათ. შეგიძლიათ Amazon-ზე შეიძინოთ, მე ყოველთვის Amazon-ზე ვყიდულობ. ფიზიკურ წიგნებს ბუნებრივი არ ვყიდულობ, ეხლა სადამ აქვს მაგის ლოდინის თავი, რომ ეხლა ვიყიდო იქ წიგნი და მე ორი კვირა აქველოდო. Amazon Kindle-ს ვიყენებ და რაღაც ფასდაკლებებიც არის ხოლმე, შეგიძლიათ Amazon-ზე შეიძინოთ წიგნები. მე რა თქმა უნდა ფიზიკური წიგნები მირჩევნია, ესეთი წიგნები სახლის ბიბლიოთეკაში რომ მქონდეს, უფრო მაწყობს, მაგრამ ეხლა როდის ეს წიგნები ჩამოვა, ამიტომ ელექტრონული სახით მაქვს ხოლმე. პრინციპში სულ ეს იყო, აბა შეხვედრამდე, კარგად ვზანდებოდეთ.